პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა 15 აგვისტოს გაიხსნება. ახალმა გზამ ქალაქის ცენტრალური ნაწილი საცობებისგან უნდა განტვირთვას. ესტაკადასთან ერთად მოეწყო საფეხმავლო ბილიკიც, რაც ტერიტორიას ტურისტებისთვის სავარაუდოდ კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. რა ეტაპზეა პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები, ნახეთ რეზი ხუციშვილის სიუჟეტში. 4 წლიანი პაუზის შემდეგ პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება. ადგილზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. ბოლო მითითებებს იძლევა ქალაქის ვიცემერი. ლაშა აბაშიძე ამბობს, რომ სამუშაოები 7 თვეში დასრულდა. ფეხით მოსიარულეთათვის მოეწყო ტროტუარი. აქამდე ფეხით მოსიარულეებს გადაადგილება გზის სავალ ნაწილზე უხდებოდათ. აბაშიძე მიიჩნევს, რომ ახალი ესტაკადა დედაქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს საცობებისგან განტვირთავს. მათ შორის თავისუფლების მოედანს, მაჩაბელის, აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს, ასევე მარჯვენა სანაპიროს. ჩვენი ამოცანა ასევე ამ ესტაკადის მშენებლობის დროს იყო ის, რომ მომხდარიყო ისტორიულ ნაწილში, ქალაქის ისტორიულ ამ ვიზუალში, ასე თქვა, ჩამჯდარიყო იგივე სტილში. ამიტომ ერთ-ერთი ამოცანა იყო, რომ ის ისტორიული ნაწილი, რაც არის ამ ესტაკადის ქვეშ მოხვედრილი, არ მომხდარიყო მისი დაზიანება და შენარჩუნებულიყო და ჩვენ ეს ამოცანა გავაკეთეთ, იმიტომ რომ საერთოდ არ შევეხეთ ამ ისტორიულ ნაწილს. სატრანსპორტო კუთხით, რაც ყველაზე პრიორიტეტულია დღეს ჩვენი ქალაქისთვის, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც გადაანაწილებს და განტვირთავს მანქანებს უფრო ეფექტურად. არქეოლოგი მერაბ ძნელაძე ერთ-ერთია, რომელთანაც მერია კონსულტაციას გადიოდა, რათა სამშენებლო სამუშაოების დროს თბილისის ისტორიული გალავანი არ დაზიანებულიყო. არქეოლოგი მერვე მე-9 საუკუნით დათარიღებულ არაბულ წარწერას გვიჩვენებს და გალავნის ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბრობს. ამბობს, რომ ესტაკადა, რომელიც ძეგლის თავზე აშენდა, მას საფრთხეს არ უქმნის. მთელი ამ მშენებლობის პროცესში მქონდა კონსულტაციები, ვთქვათ, რაღაც სად დაიდგას ჭაბურღილი, სად გაიცხაროს და მაქსიმალურად ჩვენ შევეცადეთ ძეგლისთვის უკეთესი მხარე შეგვექმნა. ძღოლების ნაწილი თავისუფლებიდან კოლმეურნეობის მოედანზე ჩასასვლელი გზის გაუქმებას წინამთავრობის შეცდომას უწოდებს. ნაწილი თბილისის მერიას ისტორიული გალავნის შენარჩუნებას და მის უფრო განვითარებას თხოვს. არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ მათთვის ეს ესტაკადა არაფერს ცვლის. ძველი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იდიოტური შეცდომა იყო, როგორ შეიძლება მთავარი ცენტრალური ქუჩა გადაიკეტოს. რისი გულისთვის? მე მესმის, რომ დაუშვათ რაღაც იყო არქეოლოგიური გათხრები და რაღაცა ის ღირსშესანიშნავი, მაგრამ მასე რომ ამოთხარო სოროლაკი დაწმინდა, შეიძლება თამარ მეფის ნაკვალებსაც მიიღწვე. ამით ყველა ქუჩა ხوار რომ გადაიკეტება. მოძრაობის განტვირთვას თვითონ თავისუფლების მოედანზე კი შეუწყობს ხელს, მაგრამ ჩემი აზრით მათ, რომელიც მიწისქვეშა რაღაც იყო, რასაც ისტორიული ერქვა, ხო, რაღაც დაიფარა ტურისტებისათვის. ტურისტი, რომელიც მნახველია მესი, ხო, და აინტერესებს იქ ნაკლებად დღეს ჩადის რა, თორე განტვირთვით მე მგონი ხელს შეუწყობს. ეს ესტაკადა არაფერს არ შეცვლის? ჩემთვის არაფერს. პუშკინის ქუჩაზე ავტომობილების ორმხრივი მოძრაობა 15 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.